კომპანია ენერგოტრანსმა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისთვის 2 პიკაპის ტიპის ავტომანქანა და მაღალი გამოვლობის მობილური სახანძრო მანქანა შეიძინა. მანქანები ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ფარგლებში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განხორციელებული 500 კვადრატულიანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციო სამშენებლო საქმიანობების და გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების საკომპენსაციოდ გადაეცა. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის ზონას წარმოადგენს. ამიერიდან პარკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ხანძარ, საშიში თუ სხვა გადაუდებელი სიტუაციის დროს ადმინისტრაციის თანამშრომლებს სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალება ექნებათ. დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებს გასაღებების სიმბოლურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გადასცა. ამ ავტომობილების გადაცემა ამ დაცული ტერიტორიისთვის, რომელსაც შეიძლება მცირე ხანძრების შემთხვევაში ადგილზე ლოკალიზება გააკეთოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანების პერსონალს ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგები, როგორ გამოიყენონ ეს მანქანები და საერთოდ როგორ მოხდეს ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ რისკს, რაც ხანძართან არის დაკავშირებული დღეებში. როგორც მოგეხსენება, ხშირია ხანძრის შემთხვევები, ახლა რა თქმა უნდა, მე არ მინდა რომ უსურვო არ ჩვენ სააგენტოს, არ სატყეო სააგენტოს, რომ ოდესმე ეს მანქანები დაგჭირებოდეს, მაგრამ როგორც ვიცით, ხდება ეგეთი შემთხვევები, ხდება ხანძრები და ესე დროს ტექნიკური აღჭურვილობის ქონა, ასევე ამ მანქანების ქონა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ბორჯომ ხარაგაულის პარკი არის მაღალრისკიანი ცეცხლის კუთხით და ხანძრის კუთხით, ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან საჭირო იყო საჭირო მომენტში გადაეცა ეროვნულ პარკს ეს 2 მანქანა, ვიცი რომ ეს 2 პიკაპი ეფექტურად გამოადგებათ იმისათვის, რომ მალევე მოხდეს ლიკვიდაცია და ლოკალიზება აღნიშნული სტიქიის.